ამასობაში საერთაშორისო ამბებსაც დავუბრუნდეთ, საერთაშორისო ამბების მიმოვიხილოთ, ცხადია პირველ ყოვლისა ძალიან საინტერესოა, ყველაზე საინტერესო პროცესები მიმდინარეობს უკრაინასთან დაკავშირებით და 2-3 ასაკურველია მეტი სიტყვა ვთქვათ, სწორედ უკრაინაში მიმდინარე, უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. იცით თქვენ, რომ არის ამგვარი კაცი, რომელზეც ვისაუბრებ შედარებით დაწვრილებით, კი არა უფრო დაწვრილებით, ამ კაცს ქვია კირილ დიმიტრევი, მას ოფიციალური თანამდებობაც აქვს და ეს კირილ დიმიტრევი იყო ჩასული ვაშინგტონში მას ერთჯერადი სანქცია მოუხსნეს და ვიზაც მისცეს და მან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში. არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას ძალიან სურდა პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაც კი, თუმცა ამ უკანასკნელმა რაც საკვირველია დიმიტრევი პუტინის წარმომადგენელი პირი, რომელიც ბევრ რამეს წყვეტს ამ მოლაპარაკებათა პროცესში და მთლიანად კონფლიქტში არ მიიღო და შესაბამისად დიმიტრევს ჰქონდა სხვა მაღალი რანგის შეხვედრები. ყველაზე სერიოზული პერსონა, ვისაც ის შეხვდა, არის ვიტკოფი, მისი მეგობარი სხვათა შორის, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. დიმიტრევი ჩასული იყო პაკეტით, რომლის ნაწილის თაობაზეც ინფორმაცია აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა დამატებით სხვა წინადადებებიც ჩაუტანა შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, თეთრ სახლს, პრეზიდენტის გუნდს იმ ნაბიჯების თაობაზე, რომლებსაც გადადგამს პრეზიდენტი პუტინი იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც პრეზიდენტ პუტინს სურს. ცხადია, პუტინის დავალებით იყო ის ჩასული. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი დიმიტრევი მონაწილეობდა როგორც ჯიდაში, ისე ერიადში მოლაპარაკებებში, თუმცა რასაკვირველია მაგიდასთან არ იყო. ის იყო კულისებში და კულისებიდან აკმირდებოდა პროცესს და კულისებიდან საზღვრავდა ცხადია პუტინთან შეთანხმებით, როგორი სტრატეგია უნდა აერჩია რუსეთს და როგორი ტაქტიკა უნდა აერჩია უშუალოდ მოლაპარაკებათა მიმდინარეობისას რუსეთის დელეგაციას. ხოლო ჯერ კიდევ აი ამ ორ შეხვედრაზე დიმიტრევს ეკუთვნის ხვრაშვის ეს იდეა, რომ რუსეთმა დათმოს ყველაფერი გასაკვირველია უკრაინის გარდა. ასე მაგალითად აი ვაშინგტონშიც ეს წინადადებები გაიმეორა, ასე მაგალითად დიმიტრევს ეკუთვნის ამგვარი იდეა, ამგვარი ბოდვითი იდეა, ამგვარი ის იდეა, რომელიც რუსეთის წარმომადგენლების, რუსეთის აზრით შეიძლება მომხიბვლელი ყოფილიყო პრეზიდენტი ტრამპისთვის და ასეც არის, მომხიბვლელია რასაკვირველია ნაწილობრივ, რომ შეერთებულმა შტატებმა, ოღონდაც კი უკრაინა დაუთმოს რუსეთს, შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს რუსეთიდან ევროპისაკენ მიმავალი პრაქტიკულად ყველა გასცადები. ცხადია, იგულისხმება პირველ ყოვლისა ჩრდილოეთ ნაკადი 1 და ჩრდილოეთ ნაკადი 2. მომხიბვლელად გამოიყურება ეს ტრამპისათვის, რომელიც მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ გარიგება უნდა შედგეს, გარიგება აუცილებელია, რომ ყველა მხარე უნდა იყოს კმაყოფილი და ფულს, როგორც ასეც შემოსავლებს, ხო, როგორც ასეც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, თუმცა რასაკვირველია გაურკვეველია, როგორ აშენდება საერთოდ ჩრდილოეთ ნაკადი 2, რომელიც აღარ არსებობს და ვინ იქნება მისი მომხმარებელი იმ პირობებში, როდესაც იმ გაზის ბუნებრივი აირის მომხმარებელი, რომელიც გაივლის ამ მილში თეორიულად და რომელიც ჩაედინება არა შეერთებულ შტატებში, არამედ ევროპის კონტინენტზე, რომელიც იმ თავის მხრივ წინააღმდეგია რუსეთისა და დღევანდელი მისი პოლიტიკისა. მაგრამ ეს საკითხი გადავდოთ, ეხლა ეს ძალიან სიღრმეებში შეგვიყვანს, წაგვიყვანს, მოკლედ თქვათ, რომ დიმიტრევი პუტინის წარმომადგენელი იყო ამაზე თანახმა კი არა ამ იდეის ავტორია. სხვა შორის, გარდა ოფიციალური თანამდებობისა და გარდა იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტს წარმოადგენს ის ოფიციალურად თუ არა ოფიციალურად, ის ნდობით აღჭურვილი პირიც არის პრეზიდენტ პუტინისა. მე მინდა გითხრათ ის, რაც ბევრმა შესაძლოა არც იცის, დიმიტრევი არის პუტინის ქალიშვილის
დაკალის ქმარი და როგორც ბოროტი ენები ამბობენ, სულაც არ არის თქვენობით ურთიერთობაში უშუალოდ პრეზიდენტ პროდინის ქალიშვილთან, შვილთან და ის მეტია ვიდრე მეგობარი, მაგრამ მაინც ეს ყვითელი ჭორია შეგვიძლია ასე ვთქვათ, უბრალოდ აღნიშნე, იმიტომ რომ ამის გამო რიცხვაც კი არ შეიძლება და პუტინს ძალიან უყვარს, პუტინი მას ძალიან დიმიტრევს ძალიან ენდობა. მაგრამ აი ვაშინგტონში ჩასულმა დიმიტრევმა სხვა წინადადებებით შესთავაზა კონკრეტულად ვითქობს და სხვებსაც ვისაც ის შეხვდა კერძოდ იცით თქვენ რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და კონკრეტულად პრეზიდენტი ტრამპი ნამეტანი დაინტერესებულია გრენლანდიის ოკუპაციით, მეთქი არც ამ სიტყვას მოვერიდები. ხოდა დიმიტრევის ანუ რუსეთის ინიციატივით, წინადადებით, როდესაც არა. მოდი ერთად ავითვისოთ არქტიკა და გრენლანდია რასაკვირველია შეერთებულ შტატებს ჭირდება უსაფრთხოებისათვის და ასევე არქტიკის ათვისებისათვის ერთმანეთსაგან დიდად არ განსხვავდება ეს ამბავი, მაგრამ მაინც რუსეთი იქ მძლავრად არქტიკაში ძალიან მძლავრად არის წარმოდგენილი. ტრამპის სურვილი რომ გრენლანდიაში მოხდეს ინტერვენცია და გრენლანდია გახდეს შეერთებული შტატებისა ნაკარნახებია სწორედ ამ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ არქტიკაში მეტად წარმოდგენილი შემთხვევებად მეტად იყო წარმოდგენილი შეერთებული შტატები. ხოდა პუტინის წინადადება არის შემხედრი ამგვარი. არქტიკაშიც კი თუ არქტიკაზეც კი ვის არ ამშრალოთ. ეგ კი არა. უფრო მეტი მომიხსენით სანქციები გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად როსსელს ბანკისთვის, ესე ქვია თუ არ ვცდები, და რომლებიც ვაჭრობს ეს ბანკი, რომელიც ვაჭრობს და SWIFT-ი მოუხსენით და შავ ზღვაზე გაატარეთ რუსული გემები. ეს არის პუტინის ოფერი, პუტინის წინადადება და SWIFT-ი უნდა იყოს მოხსნილი და ჩვენ კიდე სხვა რაღაცებზეც თანახმოვართ. კერძოდ რაზე? აი დიმიტრევს როგორი წინადადება ჰქონდა იცით ჩატანილი ვაშინგტონში. მან თქვა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაშიც კი ირანი იცით რომ ბირთვული პროგრამა აქვს ირანს და სულაც არიხებს უკან და სულაც არ ამბობს იმას, რასაც ითხოვს ვაშინგტონი, რომ შეაჩერებს ამ ბირთვულ პროგრამას და ამის გამო შეიძლება კონვენციური ომიც კი დაიწყოს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. რუსეთი ჩაერევა დიმიტრევის ოფერით, პუტინის ოფერით, წინადადებით და გააჩერებს ან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ირანის ბირთვული პროგრამის გაჩერების პროცესში, გაჩერების საქმეში. სწირავს ესე ვილაპარაკოთ ამ ვერსიის თანახმად ყოველ შემთხვევაში პუტინი ირანსაც კი უმნიშვნელოვანეს სამხედრო პოლიტიკურ პარტნიორს, ოღონდაც კი თავად ტრამპმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინის მინიმუმ 5, რეალურად 7 და შესაძლოა უფრო მეტი რეგიონიც, ანუ მთლიანად უკრაინა გადაეცეს სამართავად რუსეთის ფედერაციას. უნდა დავამწუხრო რუსეთ მოყვარულები, და უნდა ვთქვა, რომ ეს ყველა წინადადება ვიტკოფმა კი მოისმინა, მაგრამ არც ერთი წინადადებაზე არ ჰქონდა თანხმობა კონკრეტულად დიმიტრევს დაბრუნებულს მოსკოვში ვაშინგტონიდან, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვიდან გაკეთდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ მხარეებმა ილაპარაკეს და მხარეები დაახლოვეს პოზიციები და ბევრ საკითხზე ისინი თანხმდებიან. კიდეც ცივი წყალი გადაარცხა ამ უკანასკნელ განცხადებას მარკო რუბიომ სახელმწიფო მდივანმა, რომელიც სადაც კი შესაძლებლობა აქვს, როგორც მე ვხვდები და როგორც ბევრი წერს მათ შორის უცხოურ მედიაში, სადაც კი შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო მდივანს პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან მარკო რუბიოს უაღრესად პერსპექტიულ პოლიტიკოს თავის დროზე, იქ დამოუკიდებელ იმგვარ პოლიტიკას ატარებს, რომელიც განსაკუთრებულად შეთანხმებულია პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ განსაკუთრებელია in general, მაგრამ თავად რიტორიკას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. მარკო რუბიო სულ მუდმივად ცდილობს ვიტკოფისაგან და ვოლცისაგან განსხვავებით ხაზი გაუსვას იმას, რომ უკრაინა არის ერთიანი სახელმწიფო და ამავდროულად აბალანსებს ხოლმე და ტრამპსაც ახსენებს ამ წინადადებებში და ამბობს, რომ უკრაინა არის ერთიანი სახელმწიფო, უკრაინის ინტერესი არ იქნება უგულებელყოფილი, რუსეთი არის აგრესიული სახელმწიფო, რუსეთი არ ასრულებს იმ
ტრამპის თხოვნას თუ სურვილს ცეცხლის შეწყვეტის პროლონგაციით აუცილებლობის თაობაზე, უკრაინა ადეკვატურად იქცევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ამ მარკო რუბიომ დიმიტრიევის და რუსთა განცხადებას იმის თაობაზე, რომ მხარეები პრინციპში ყველა საკითხზე ან ბევრ საკითხზე თანხმდებიან, ცივი წყალი გადააცხადა. რატომ ხდება ეს, ესეც უნდა ვთქვათ, პარალელურად დიმიტრიევის ვიზიტისა შეერთებულ შტატებში ოდნავ გვიან უფრო ზუსტი რომ იყო, თავად ვაშინგტონში განვითარდა კიდევ უფრო საინტერესო პროცესები, ისიც თქვენ რომ სენატში საერთოდ სენატში და დღევანდელ სენატში ბუნებრივი არის 100 სენატორი, მაგრამ უმრავლესობა ეკუთვნით რესპუბლიკელებს, ეს არის 53 სენატორი, 47 შესაბამისად არის დემოკრატი და აი ამ 53-დან 25-მა და რეალურად კი 30-მა დაიწყო ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი თემა იქ, მაგრამ განსაკუთრებით ერთგვარი ლოიალური დამოკიდებულების გამო ტრამპისა, რუსეთის ლიდერისა და პუტინის და რუსეთის მიმართ და პუტინისა და რუსეთის მიმართ. და ეს უკვე ესეთი ამალული ამბავი აღარ არის, უკვე იქ სენატში ესეთი გამოსვლებიც იყო, მათ შორის ხუთაშორის არა მარტო სენატში, არამედ ომის ვეტერანები გამოდიან და სულ მუდმივად ახსენებენ ტრამპს, რომ ამერიკა იყო ესეთი ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ეს კარგი კონოტაციით მსოფლიოში ჟანდარმის, მაგრამ მოდი სხვა შევცვალოთ ეს სიტყვა, მსოფლიოში წესრიგის დამყარების ამბიცია, დამყარებლის ამბიცია, ის იყო სამართლიანობის სადარაჯოზე სულ და ახლა კი, აი მაგალითად იგივე ტარიფებთან დაკავშირებით, ტრამპი უწესებს ტარიფებს უკლებრივ ყველას, აი რუსეთს კი არ ეხება. მაგრამ კი არა, ამავდროულად და ამის გამო ტრამპი იძულებულია დააკორექტიროს საკუთარი პოლიტიკა, საკუთარი რიტორიკაც. იცით თქვენ რომ შუალედური არჩევნები ელის რესპუბლიკურ პარტიასაც და შეერთებულ შტატებს ზოგადად უახლოეს ხანებში და ამ პერიოდისთვის ტრამპს უნდა რომ შეინარჩუნოს უმრავლესობა როგორც კონგრესში, ისე სენატში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა და ეხლა გადაკიდება ძირითადი ბირთვისა რესპუბლიკური პარტიისა მის ინტერესებში რასაკვირველია არ შედის. შესაბამისად და აი ძალიან საინტერესო ქვეყანა ამბავი უნდა ვახსენო. იცით თქვენ პანამის არხის პრობლემის თაობაზე, იცით თქვენ ტრამპის განცხადებები ამის თაობაზე და ასე შემდეგ და იცით თქვენ რომ ჭრილოვანი ფლოტი, ნავთობის ჭრილოვანი ფლოტი მოზრდობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის პანამის არხზე და ტრამპმა ადმინისტრაციამ უფრო ზუსტი რომ იყო სახელმწიფო დეპარტამენტმა და რუბიომ და სხვებმა გააკეთეს ამგვარი პოლიტიკას იწყებენ თუ გაატარებენ რომ 278 ტანკერი, ჭრილოვანი ტანკერი, რომელსაც გადააქვს რუსული ნავთობი, ნედლი ნავთობი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის შეერთებულ შტატებში მოხდება დამატებითი საანქცია უბრალოდ ამ პანამის არხზე საერთოდ ვერ ივლის, ესე შემიძლია თქვა და ტრამპი კეტავს აი ამ ხაზს რუსული ნავთობისთვის მომაკვდინებელი, ექსპერტები ამბობენ რომ ეს იქნება მომაკვდინებელი დარტყმა რუსეთის ფედერაციისთვის და ამას აკეთებს იმიტომ რომ ერთი კვირა დაახლოებით მისცეს ვადა პუტინს იმისთვის რომ მან შეწყვიტოს რუსეთმა შეწყვიტოს არა მხოლოდ ენერგოობიექტების, არამედ საერთოდ დაბომბვები პუტინი არ ასრულებს ამ ყველაფერს, ტრამპი ხდება ამას, ტრამპი ხედავს ამას და ტრამპი ღიად ამბობს რომ ის ფრიად გაჯავრებულია, ფრიად ნაწყენი და გაჯავრებულია პუტინის ქმედების გამო, იმიტომ რომ ტრამპი ძალიან დაინტერესებული იყო რომ შეეჩერებინა ომი, შეეჩერებინა თუნდაც დროებით, არა თუ დაესრულებინა, არამედ თუნდაც დროებით 30 დღით შეეჩერებინა პროვოკაციით დასაკვირველია ომი და ამას კი ვერ ახერხებს. ეს იყო მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება წინა საარჩევნო პერიოდში და წარმოიდგინეთ რამდენად ერყევა რეპუტაცია და ეგო სწორედ იმის გათვალისწინებით რომ აი ეს ძლევამოსილი პრეზიდენტი ძლევამოსილი ქვეყნისა, ნუ არ არის ეს მეორე ხარისხოვანი კონფლიქტი, დასაკვირველი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ აი მის სიტყვას ფასი არ აქვს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რუსეთმა ბოდიში სიტყვისთვის და გაჭედა და სწორედ რუსეთმა გაჭედა, იცით თქვენ რომ თეთრსახში ზელენსკისა და ჯეი ვენს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ უაღრესად დაძაბული იყო ვითარება
მანამდეც არ იყო ვითარება კარგი პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ ზელენსკიზე ამბობდა რომ ის იყო დიქტატორი ეს უკანასკნელი მე უარყო მე იმასაც ამბობდა რომ ზელენსკი და წავიდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ვითქოფმა ამ არასრული 10 დღის წინ დაახლოებით 10 დღის წინ საშინელი განცხადებები გააკეთა პუტინთან მიმართებაში როცა თქვა რომ პუტინმა ილოცაო ტრამპის ჯანმრთელობისთვის, ოდესაც წინა საარჩევნო პერიოდში ტრამპზე ტერორისტული აქტი მოხდა და ნახატიც კი შეუკვეთავო და ეს ნახატი მოხდა შეერთებულ შტატებში აჩუქა პუტინმა ტრამპს ნახატი და სანთლებს ანთებდაო და ასე შემდეგ ანუ ვითქოფი საშინელ განცხადებებს ახლაც აკეთებს გუშინაც აკეთებდა მომავალშიც უფრო გააკეთებს მაგრამ ტრამპი მაინც მოდი ესე ვთქვათ განხიბლის პუტინით განხიბლის სტადიაზე გზაზეა შემდგარი მიუხედავად იმისა რომ სხვა შორის ეს დიმიტრიევმა ითქვა ისიც რომ აიო სასარგებლო წიაღისეული კი არის უკრაინაშიო მაგრამ ოკუპირებულ ჩვენს მიერ გაკონტროლებულ დონბასში კიდევ უფრო მეტია და რუსეთის სიღრმეებში კიდევ უფრო მეტია და ესენიც შეგიძლიათ წაიღოთ ოღონდაც კი მთელი უკრაინა დამვითმეთ რომ შეიძლება დაგვართ მარტივიერი საუბრობ ხადი ეს უფრო რთული ალგორითმია უფრო რთულად აღსაწერი თემაც არის ხო დეტალებია მაგრამ აი მაყურებლის უმრავლესობისთვის რომ იყოს ეს გასაგები რუსეთი თანახმა იყო და ახლაც არის რომ დაუთმოს სასარგებლო წიაღისეული მთელი მოდი ესე ვიტყვი შეერთებულ შტატებს დაუთმოს ისე ნათქვამი სიტყვა დაუთმოს არ ნიშნავს იმას რომ გადასცემს რასაკვირველია შესაძლებლობისთანავე პუტინის მემკვიდრე შემოარღვევს ნებისმიერ პირობას გაცემულს ირანთან დაკავშირებით გაცემულს არქტიკის თავობაზე გაცემულს ნებისმიერ საკითხთან მათ შორის წიაღისეულთან დაკავშირებით იმასთან დაკავშირებითაც რომ აი ცეცხლი რომ შეწყვიტოს რომ ის სამგვარ პირობას პუტინი ტრამპს და მართლაც რომ შეწყვიტოს ცეცხლი პირველივე შესაძლებლობისთანავე პირობა რუსეთის მხრიდან დაირღვევა ეს იცის ყველა ტრამპიც ნელ-ნელა ხვდება როგორც მე ვხვდები ან როგორც მედიის უცხოური საშუალებები ნაწილი ასე ვიტყვი წერს ამის თაობაზე ხო და ხვდება რა ტრამპი ამ ყველაფერს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით პანამის აღზრდის ხაშოის ჩინური პრობლემაც არის იმიტომ რომ ორი პორტი ეკუთვნის ჩინელებს 27-28 მილიარდა შესაძლოა 30-ად მოხდება გამოსყიდვა ამ ჩინური პორტებისა იქ სინძინპინი ჩაერია იმ პროცესში პანამის არხზე ჩინური პორტების რომელსაც უნდა ფასების აწევა რასაკუთრებით ბევრი თემა მაგრამ ჩრდილოვანი რუსული სანავთობო ფლოტი სავარაუდოდ იქნება დასანქცირებული და მეცაც გეტყვით უარესაც გეტყვით ყველა ქვეყანა აი ეს იქნება დაახლოებით ერთ კვირაში აპრილის ბოლომდე მოდი მაინც ესე ვთქვათ ყველა ქვეყანა რომელიც ბუნებრივი აირით და ნავთობით ვაჭრობს შეერთებულ შტატებთან კი არა რუსეთთან დასანქცირებულ რუსეთთან მეტწილად დასანქცირებულ რუსეთთან ყველა ქვეყანას ტრამპი ხო გაგიჟებულია ტარიფები ერთიანად ეს ტარიფები და გარიგებანი გაუდის 500%-ით დააჯარიმდება კი არა დაედება 500%-იანი ტარიფები უკლებრივ ყველა ქვეყანას და კვლავ ვიმეორებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ან ორი ფაქტორი აქვს პირველი რომ შიდა არეულობები ეწყება პრეზიდენტ ტრამპს უკვე აღარ უწონებენ ამ პოლიტიკას რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას მას ელის ეს შუალედური არჩევნები და მას ბუნებრივია სურს რომ რესპუბლიკური პარტია გაიმარჯვოს ესეც უნდა ვიცოდეთ და ასევე უნდა ვიცოდეთ რომ ყველაფერთან ერთად მართლა და მართლა პუტინი არათუ არაჩერებს ომს არამედ პირიქით გადავიდა შეტევაზე და ამის თვალსაჩინოება ისაც მოხდა კრიმოვი როგში ასე მაგალითად ან სხვაგან და სხვაგან მათ შორის ამადებითი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მათ შორის ბავშვების მკვლელობა ეს ბუნებრივია ფურცლის სახით მიდის ანგარიშის სახით მიდის პრეზიდენტ ტრამპის ოვალურ კაბინეტში ხვდება ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპი უშუალოდ ეცნობა ამგვარ ამბებს 500%-იანი დამატებითი ტარიფები ყველა იმ ქვეყნისათვის ვინც რუსეთთან ვაჭრობს ბუნებრივი აირით ურანით აგრეთვე სხვა წიაღისეულით და ნავთობით ეს იქნება კატასტროფა ბევრი ქვეყნისათვის რომელიც ვერ წახვა ტრამპის ლოგიკას ან ამერიკის შეერთებულ შტატების პოლიტიკას რომელიც ისე ნახევრად სანქციებით და ნახევარ სიმკაცრეებით
იყო დაკავებული ამ ხნის განმავლობაში, მათ შორის ეხა გულახდილნი ვიყავით საკუთარ თავს ხوار დაუწესებს სანქციებს, მაგრამ აი ეს ნახევარ სიმართლეები წაგრძელოებით რომ ამბობენ ასე, დაკავებული იყო კალიგურდება და პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციაც ამ შემთხვევაში საკრიტიკო ჯეი ვენსი სულაც არ ცდება რა გინდათ როცა თავის დროზე იმართა ზელენსკის და სხვებსაც რა გინდათ მაინც და მაინც იხრილოს ტრამპმა როგორც ბაიდენი ყიდოდა და არც არაფერს არ აკეთებდა რომ ამაში არის სიმართლის ნასახი მით უფრო თუ გავიხსენებთ პრეზიდენტ ტრამპის 2016 წლის კადენციის პერიოდს როდესაც სწორედ ტრამპი იყო ამ შტილორაკადის შეჩერების იმხანად შეჩერების ესე ვიტყვი და უკრაინის და საქართველოს ხმაშორის ჩავერინებით მომარაგების ინიციატორი მომხრე და ამ გადაწყვეტილების მიმღები კირილ დიმიტრევზე გითხარით კირილ დიმიტრევმა კი უპატაკა პუტინს რომ ყველაფერი კარგად არისო მაგრამ რეალურად ყველაფერი ცუდად არის რუსეთისათვის მიუხედავად ხო და კიდევ ერთი რუს თუ ეს ომი გაგრძელდა ესეც უნდა ვთქვათ ბარემ 25 წელს არ გასცდება კატასტროფული გადაწყვეტილება არ უნდა გადაწყვეტილების მიღება პუტინს ახალი მობილიზაციის გამოცხადება ახალი საზარბაზნე ხორცის შექმნა თუმცა უკრაინასაც აქვს გარკვეული წაიტნოტები უნდა ვიცოდეთ რომ სადაზვერმო ინფორმაციაში ამერიკის ჩამონაცვლებელი უბრალოდ ვერ არის ევროპა ეს თვალსაწიერ მომავალში ყველაზე ოპტიმისტურად 5-6 წელიწადში მაგრამ ბევრი ექსპერტი ვარაუდობს რომ 5-6 წელიწადშიც კი ვერ ჩაანაცვლებს ერთიანი ძალის ხმევის შემთხვევაშიც კი ევროპა შეერთებულ შტატებს სადაზვერვო ინფორმაციის კუთხით უკრაინას აძლიერებს კარგი ამბავი ისაა რომ საკუთარ თავდაცვას უკრაინაში წარმოებული იარაღით აძლიერებს და ეს ძალიან კარგია ევროპაც რასაკვირველია 2-3 წელიწადში ეხლაც და 2-3 წელიწადში მით უფრო მზად იქნება რომ მეტი და მეტი იარაღი მისცეს უკრაინას მაგრამ თავარი მაინც ეს უნდა ვიცოდეთ არის ლევამოსილი შეერთებული შტატები და აი ამ ჭიდილში ამ ჭადრაკში ამ გეოპოლიტიკურ ჭადრაკში და როდესაც ცხადია ბრაზდების შეერთებული შტატების ცალკეული ლიდერების და მათ შორის ტრამპის განცხადებებზეც ევროპას და კონკრეტულად ევროპის კონტინენტს და ასევე ზელენსკის არ უნდა წასცდეს იმგვარი სიტყვები ან იმგვარი ქმედებებით არ უნდა გამოიქჩეს უკრაინის ხელისუფლება უნდა დახვეს ბევრ რამეზე მეთქი ასე ვიტყვი პრეზიდენტ ტრამპს რომ ეს უკანასკნელი არ გაჯავრდეს შემთხვევით როგორც გაჯავრდა ამ კარგა აწუხე ამ დინამიკაში დიდი ხნის წინ როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ ძრახავ მაგრამ მაინც რაღაც დაუშვა შეცდომა შეხვარა ჯეი ვენსიმ პოლემიკაში რომელიც აღმოჩნდა მე კი არ მეკონა მაგრამ აღმოჩნდა მე რომ მართლაც ხაფანგი იყო ჟურნალისტი ეს კითხვიდან დაწყებული დამთავრებული ჯეი ვენსის რეპლიკებით მაგრამ და ძნელიც არის დასაკვირველი არა ხოლმე როცა შენ ქვეყანას შენ სამშობლოს შენს ხალხს შენს თავისუფლებას შენს სახელმწიფოებრიობას ეხება მაგრამ ჯეი ვენს მაინც ისა ზელენსკის მაინც და ალბათ მაინც და შეიკავებინა თავი მე მესმის ყველა სივის ფიქრობს რომ აი რუსეთმა რაღაც ტაქტიკურ გამარჯვებს ვერაფერსაც ვერ მიაღწია ხალხო უბრალოდ მათი არ მესმის გაეცანით ინფორმაციებს სრულად ძიმე ვითარება არ არის იური ვითარება უკრაინას მათ შორის ცოცხალ ძალაშიც რასაკვირველია უჭირს 2-3 წელიწადი როგორ არ გაძლებს უკრაინა მაგრამ ცოცხალი ძალის დანაკლისი იქნება კიდევ უფრო მეტად ამ 2-3 წელიწადში ომის გაგრძელების შემთხვევაში მაგრამ უსამართლო მშვიდობა არა უსამართლო მშვიდობაც კი არ მხარდება ხო ხედავთ ამ პუტინის მეცადინეობის თუ პუტინის ქმედებების გამო კიდევ ის თქვა მინდოდა და ევროპული ჯარების უკრაინაში შეყვანის თავაზე მინდოდა რამდენიმე სიტყვის თქმა, მაგრამ აი 24 წუთი ამოიწურება მალე და ალბათ არ ღირსდება ვიტყვი, მაინც ევროპული ჯარების უკრაინაში შეყვანის პერსპექტივა არის, როგორ არ არის, იკვეთება, მაგრამ ის 30-40, ოკეი, 1000 ჯარისკაცის მედეგობაზე გამოცდას კი მოაწყობს სასაკვირველია რუსეთი ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ეს ანუ ისრის პირდაპირ მნიშვნელობით მათი იმართულებით და ეს ვალდებულს გახდის საფრანგეთს თუ გერმანიას თუ ბრიტანეთს ხო არა კონტინენტური ევროპის ჯარებს ჯარი ყავს ხო ბუნებრივია ბრიტანეთს რომ უშუალოდ ჩაერიოს ამ კონფლიქტში ამიტომ ესე პლანესიურიც არ არის ერთი კვირაც დაახლოებით პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს რომ მას აქვს ინფორმაცია რომ ერთ კვირაში იქნება სანქციების ახალი პაკეტი იმიტომ რომ ამერიკა დიდხანს სულ ვერ მოიცდის და სულ ვერ დაელოდება პუტინს მაგრამ და პუტინი უნდა დაფრთხეს ამ ყველამ და უნდა დათმოს მეტი და მეტი, მაინც თუ დაიწყო ამერიკამ
ამ საჭადრაკო გამბიტის გათამაშება გეოპოლიტიკულის ხო მე უკვე ის რასაც ამბობს ვიტკოფი შეიძლება ვიტკოფმაც კითხვას რომ ამბობდა ვიტკოფი რომ არა მე ეს არ მithქვამსო და შეიძლება ბოდიში და რატო ბოდიში შეუსრულონ პრეზიდენტ პუტინს თუ დაინახეს რომ პრეზიდენტი სუსტია მე დარწმუნებული ვარ ასე უნდა თქვა იმეც ვიტოვებ რომ კოლექტიური დასავლეთი და კონკრეტულად შეერთებული შტატები პუტინს ამ საჭადრაკო პარტიას გენიალურად ჩაუტარებენ. ნახვამდის.